დღეს მეტყევის დღეა და ვულოცავთ რა თქმა უნდა ყველა მეტყევეს პროფესიულ დღეს. ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა კი სვანეთში იმოგზაურა და ახლა გაგაცნობთ ალეკო არღულიანს მეტყევეს, რომელმაც ბავშვობის გატაცება პროფესიად აქცია. ვინ არის კამერდე? სვანური ლეგენდები, მთის და ტყის დიდებულება, ნახოთ თამარ ბუბაშვილის და გიორგი კოტრიკაძის მიერ მომზადებულ რეპორტაჟში. ხშირად დავდიოდი ბავშვობაში მე და ჩემი მეგობრები ამ ტყეში და უფროსებისგან ხსმენია ესეთი ლეგენდა კამერდეს შესახებ, რომელიც ერთგვარად ტყის მცველი იყო. სვანეთში კამერდეს, ანუ გარეთ მყოფი კაცის შესახებ ყველა მოგიყვებათ. ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით ის ტყეს იცავს, ხოლო ვინც მას ზიანს მიაყენებს, პასუხს სწორედ კამერდე მოსთხოვს. რამეს თუ დავაზიანებდით ან გავაფუჭებდით ტყეში, თვითონ კამერდე მოგთხოვდა ასე რომ ვთქვათ პასუხს. მითი გაშინებდი სახლში. მაგრამ რო გავიზარდეთ უკვე ჩვენითაც მივხვდით, რომ ტყის დაზიანება და ცოცხალი არსებების დაზიანება არ არის სწორი საქციელი და ჩვენც ვალდებულები ვართ, რომ ეს ჩვენი ბუნება შემოუნახოთ ჩვენს მომავალ თაობას. ბავშვობის ჰობი და ბუნების სიყვარული პროფესიად აქცია. 29 წლის ალეკო არღულიანი უკვე 3 წელია ტყის მცველია. პროფესიით ვარ ტურიზმის ადმინისტრების მენეჯერი და ასევე აღებული მაქვს ადგილობრივ კოლეჯში ტყის მცველის სერტიფიკატი. ახალგაზრდებში პოპულარული გახდა რა ბოლო რამდენიმე წელია ეს პროფესია. ბევრი ახალგაზრდა ადგილობრივი უკვე გადის ამ კურსს და უკვე ვართ რამდენიმე ახალგაზრდაც ჩვენთან სამსახურში. გვიყვება, რომ თბილისში დაიბადა და გაიზარდა, თუმცა ზაფხულს ყოველთვის ბეჩოში ატარებდა. უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდეგ კი გადაწყვიტა თავისი საქმიანობა მთლიანად სვანეთისთვის დაეკავშირებინა. თავდაპირველად გიდი და სამთო გამყოლი იყო, ტურისტებს მშობლიური კუთხის გაცნობაში ეხმარებოდა. შემდეგ კი ტყის მცველის პროფესიით დაინტერესდა, ისწავლა და ახლა ზემო სვანეთის ტყიაბარია. მეტყევის პროფესია არ არის ადვილი, რადგან გვიწევს როგორც რთულ გეოგრაფიულ, ასევე კლიმატურ პირობებში მუშაობა ღია ცის ქვეშ, გვევალება ხის კორომების დაცვა, ასევე მეტყევეს უნდა გააჩნდეს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, უნდა იყოს ორიენტირებული თავის საქმეზე და უნდა შეგვეძლოს ასევე ფიზიკური დატვირთვის სატანა. ამბობს, რომ ხშირად ისეთ ტერიტორიებზე უწევთ გადაადგილებას, სადაც საკომუნიკაციო მოწყობილობები არ მუშაობს და გარესამყაროს მოწყვეტილები არიან. ტყის დაცვა განსაკუთრებით რთული ზაფხულშია, როდესაც მაღალი ტემპერატურა და ბევრი ტურისტია. მქონია ზაფხულში ხანძრების შემთხვევებიც და ზაფხული რთულია, იმიტომ რომ ბევრი ვიზიტორი ჩამოდის აქ და ტყეში გადაადგილება ძალიან პოპულარულია, ერთგვარ გატაცებად არის ქცეული ადამიანებში და ასევე ჩვენ მუდმივ კონტროლს ვანხორციელებთ, რომ მოხდეს ხანძრების პრევენცია, არჩენებისგან დაბინძურებული ადგილების გასუფთავება და ასევე ახსნა მოსახლეობისთვის თუ ვიზიტორებისთვის, რომ ეს ყველაფერი ისევ ზიანის მომტანია ჩვენი დედაბუნებისთვის. როდესაც სამსახური სრულდება და შიმბრუნდება, პირადი საქმეების დრო დგება. დღეს ჩვენმა მასპინძელმა შეფმზარეულის ფუნქციად შეითავსა და ბებიისგან ასწავლი კერძის მომზადება გადაწყვიტა. კერძი რომ გემრიელი იყოს, აუცილებელია სპეციალურად მოწყობილი საკალმახე, ხელით დაჭერილი თევზი, სვანური მარილი და სვანური ღუმელი. ეს არის ძველი სვანური ტრადიციული რეცეპტი, ბებია ჩემი აკეთებდა ბავშვობაში. ქვია ლკალმახე. ანუ ვიღებთ კალმახს და ასუნელებთ სვანური მარილით. სხვას არაფერს არ ვხმარობთ, მარტო სვანური მარილი. არომატები უჯდება როგორც ცომს, ასევე კალმახსაც და საკმაოდ სასარგებლო და გემრიელი და ისეთი კერძია, რასაც სხვაგან ვერ გასინჯავ. ამ ცომში მოვათავსებთ უკვე კალმახს, რომელიც შესუნელებული იქნება სვანურ მარილით. თავის კუდიან თავიან. ყველაფრიანად კი. კულინარიით დიდი ხანია დაინტერესდი? კულინარიით დავინტერესდი სვანეთში ჩამოსვლის შემდეგ და ერთგვარად ჩემ ხობად გადაიქცა. დაახლოებით უკვე 4-5 წელია. ბოლოში ვაკეთებთ ესეთ კურსს. ვიზუალურადაც ვიზუალური ეფექტი. და გადაგვაქვს სვანურ ფეჭზე. რამდენი ხანი უნდა დაველოდოთ? დაახლოებით 2-3 წუთი უნდა ზევიდა, რომ ძირი შეუცხოს და ძირის გამაგრების შემდეგ უკვე შედის ღუმელში, სადაც ატარებს 10-15 წუთს.
სანამ სვანური კერძი მომზადდება, სალაშქრო მიმართულებებზე ვსაუბრობთ. სვანეთში ტურისტიც ბევრია და ტურისტული მარშრუტიც. ერთ-ერთი სწორედ მისი სახლიდან იწყება. გვაქვს ტურისტული მარშრუტი, რომელიც მიდის საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე წყალუხ ჩანჩქერზე, სახელი აქვს შტუგრა. ასევე არის აქედან მთავარი ტურისტული მარშრუტები უშბის მყინვარზე და ალპინისტებისთვისაც საკმაოდ პოპულარული ეს ადგილი, რადგან აქედან ადის ერთ-ერთი ძირითადი მარშრუტი მწვერვალ უშბაზე. ლეგენდებით მდიდარ სვანეთში ლეგენდა რა თქმა უნდა უშბაზეც აქვთ. აქ მოგიყვებიან, რომ სვან ყმაწულს და მზის ასულს ერთმანეთი შეუყვარდათ. თუმცა დედამზე განრისხდა და ბიჭი კლდედ აქცია. ამის შემხედვარე მთვარემ მზის ასული ცაში აიტაცა, ისიც მთად აქცია და კლდედ გარდაქმნილი ჭაბუკის წინ დაასახლა. მზის ასულს თეთნულდი, ხოლო ჭაბუკს უშბა დაარქვეს. მას შემდეგ თეთნულდი და უშბა ერთმანეთის პირისპირ დგანან და ერთმანეთს უყურებენ. როგორც აქ ამბობენ, როცა ორივე მთა უღრუბლოა, ის ბედნიერი დღეა, როდესაც ისინი ერთმანეთს შეხვდნენ. მოკლედ, ჩვენ ვიცით ბავშვობიდან ასეთი გამონათქვამი, ხო? დღე შეუნახეს შვილებს და მამა ხარ შენი ბალია. თანამედროვე ვარიანტია ეს. აი ასეთმა რეინჯერმა ტყის მცველებმა უნდა გადაარჩინონ ის საფარი, რომლის გამო ჩვენ სუნთქავთ სუთა ჰაერს და ვინახავთ ბუნებას და ვიცავთ ქვეყანას და ტყე ძალიან მნიშვნელოვანია, სტრატეგიული ამბარ ნაწილია ქვეყნისთვის. ამიტომ მადლობა უთხრათ ამ ახალგაზრდას, სტრატეგიული ნაწილი და ადამიანების ჯანმრთელობაზე არის პირდაპირ. მე თევზის გემოც მაინტერესებს როგორი გამოვიდა. მეც მაინტერესებს ის თევზი როგორი გამოვიდა. დიახ, მიბოლოწოთ კიდევ ერთხელ პროფესიული დღე, დღეს ღონისძიება გაიმართება, სადაც კიდევ ერთხელ დააფასებენ მათ საქმიანობას.